ახლა ჩვენ თავარ სტუმარს ვიწვევთ სტუდიაში კახა კალაძე შემოგვიერთება, მასთან ერთად ვისაუბრებთ როგორც პოლიტიკურ თემებზე, ასევე დედაქალაქში მიმდინარე აქტუალურ და საინტერესო პროექტებზე. უმეტეს რომ 5 თვე არის დაახლოებით არჩენილი თვითმმართველობის არჩევნებამდე და მნიშვნელოვანი იქნება. კი ბატონო, ბევრი საინტერესო თემა გველის წინ მოგესალმებით. თუმცა დღეს ისეთი სასიხარულო სპორტული ამბავი გვაქვს, რომ ამით დავიწყოთ საუბარი. დარწმუნებული ვარ, თქვენ განსაკუთრებულად გულშემატკივრობთ ჩვენ ხელბურთელთა ნაკრებს, იმიტომ ეს ნამდვილად ისტორიული და მნიშვნელოვანი გამარჯვება. მინდა მიულოცო გულშემატკივარს განსაკუთრებით მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და წარმატებას უსურვებ მომავალში ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრები გველოდება და გამარჯვებები მინდა უსურვო მათ და მადლობა იმისთვის რომ ქართველი გულშემატკივარი ქართველი ხალხი გაახარეს. კი ბატონო, დავიწყოთ პოლიტიკით. ახალი თავმჯდომარე არჩეულია, სადაც ითქვა ამ ყრილობაზე ითქვა რომ ყველა ოლქის მოგებას აპირებს ხელისუფლება. მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე, ვისაუბროთ არჩევნებზე და თქვენ ოპონენტებზე, რომლებიც ხან ამბობენ რომ მონაწილეობას არ აპირებენ, თუმცა რაც უფრო არჩევნები ახლოვდება, ნელ-ნელა პოზიციებს იცვლიან. თქვენ როგორ უყურებთ ამ არჩევნებს? პირველი ყრილობით დავიწყოთ, გუშინ მე-9 რიგარეშე ყრილობა გაიმართა, სადაც არჩეული იქნა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი გობახიძე და გულწრფელად მინდა წარმატებები უსურვო მას. ირაკლი მართლაც ღირსეული ადამიანია, თავისი საქმის პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ყველა მის წამოწყებაში წარმატებებს უსურვებ. მას უდიდესი როლი აქვს შეტანილი ქართული ოცნების როგორც პარტიულად გაძლიერებაში, პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში. 2014 წლიდან ჩვენ ერთად ვმუშაობდით ამ მიმართულებით და ირაკლის როლი არის განსაკუთრებული და გულწრფელად წარმატებებს უსურვებ მას. რაც შეეხება არჩევნების საკითხს, ჩვენ მზადება უკვე დაწყებული გვაქვს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები და გვინდა რომ ყველა მუნიციპალიტეტში როგორც მერების სახით, ასევე საკრებულოებში წარმოდგენილი იყოს ღირსეული კანდიდატები ჩვენი გუნდის სახით და ის გამოწვევები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, ცხადია, უამრავია პრობლემები, უამრავია პრობლემა თუნდაც დედაქალაქში, რეგიონებში, სოფლებში და გვინდა რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ხედვა თუ რას ვაპირებთ, როგორია ჩვენი დამოკიდებულება და როგორ უპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომელიც სასაცილებლად მნიშვნელოვანია კონკრეტული რაიონებისთვის, სოფლებისთვის. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ რა თქმა უნდა ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების არჩევნებში, ასევე საკრებულოს დონეზე წარმატებას მიაღწევს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, რადგან დღეს ქვეყანაში ერთადერთი პატრიოტი ძალა, ვინც ემსახურება ქართველ ხალხს და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. მართლაც ძალიან დამაჯერებელი განაცხადი გაკეთდა ყრილობაზე, რომ ეს იქნება მე-10 საიუბილეო გამარჯვება არჩევნებში. აი საინტერესოა მაინც უფრო დეტალურად რომ გითხრათ რა გაძლევთ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს და მიუხედავად იმისა, ჯერ ადრეა, მაგრამ აი ცოტა უფრო მეტი საარჩევნო კამპანიის სტრატეგიაზე, მაინც მთავარი პრიორიტეტები რა იქნება, რა ტიპის კამპანია ჩატარდება და ოპონენტებზეც აუცილებლად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამარჯვებაზე, ამით თქმის შესაძლებლობა მაქვს იქიდან გამომდინარე რა დამოკიდებულებასაც ხედავ საზოგადოების მხრიდან. ხალხი უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად ხედავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, ვინ დგას ხალხის მხარეს და ვინ არის ის ძალა, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ვინ ებრძვის ქართველ ხალხს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. საზოგადოება მას ძალიან კარგად ხედავს. შეუძლებელია მოაზროვნე ადამიანმა ვერ გააკეთოს სწორი ანალიზი თუ რა ხდება ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით რა დამოკიდებულება აქვთ გარედან და რატომ არიან ასე გააფთრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რა ინტერესები აქვთ. ხო, ცხადია, ეხა საქართველოს გასაკეთებელს აქ არავინ არ ჩამოვა და არავინ არ გააკეთებს. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავიცოთ ჩვენი ქვეყანა, გავაკეთოთ ქვეყნისთვის საკეთილ დღეო საქმეები, ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიყვანოთ, მშვიდობა შევინარჩუნოთ და ასე შემდეგ. ყველას თავის ინტერესი აქვს რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებით. ამერიკელსაც, ევროპელსაც, რუსსაც თუნდაც და ყველას აბსოლუტურად. ყველას აქვს თავისი ინტერესი და ჩვენ ქართველებმა
დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და გაუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. არავინ არ ჩამოვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ აქ ჩვენი ინტერესების დასაცავად. შესაბამისად, ხალხი ამას ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს და ზუსტად ეს საზოგადოების დამოკიდებულება მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს დამაჯერებლად. სხვათა შორის, თქვენ დააკვირდით ამ რადიკალური დაჯგუფების წევრების განცხადებებსაც ბოლო დღეების, ბოლო თვეების განმავლობაში. ისინიც ნათლად ხედავენ რა მოცემულობა და რა რეალობის წინაშე დგანან. ისინიც საუბრობენ იმაზე, ერთ-ერთი ამბობდა, რომ აი დღეს რო არჩევნები ჩატარდეს, ჩვენ დავმარცხდებით. ესეთია რეალობა, ეს არის მოცემულობა. როგორ შეიძლება ქვეყანაში მხარი დაუჭირონ აგენტურას? როგორ შეიძლება ქვეყანაში მხარი დაუჭირონ ადამიანებს, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მიდის? როგორ შეიძლება მხარი დაუჭირონ ქვეყანაში ადამიანებს, ვინც იძახდა, რომ გვირჩევნია ბომბებით ვიოდეს ქვეყანაში მშვიდობას? ხო, წარმოუდგენელია, ნონსენსია უბრალოდ, ხო? და ხალხი კარგად ხედავს, ვინ არის ერთ მხარეს და რა ძალა არის, საიდან იმართება ეს ყველაფერი და რა არის მათი მთავარი мотиваცია საქართველოსთან მიმართებით. ეს ნამდვილად არ არის არც ქვეყნის ინტერესი, არც ქართველი ხალხის ინტერესი, მათ სხვა ინტერესები გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით, იგივე დამოკიდებულება აქვთ, რაც თუნდაც ავიღოთ და გავიხსენოთ უკრაინაში, რა ხდებოდა, რა დამოკიდებულება ჰქონდათ, დღეს რა დამოკიდებულება არის, როგორ იქნა გამოყენებული უკრაინა, უკრაინელი ხალხი, ეს არავის არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. ხო იყო მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ხომ იყო მოწოდებები პირდაპირ რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ ჩვენ უნდა შეუერთდეთ ეკონომიკურ სანქციებს. და ამით ვინ დაზიანდებოდა? ჩვენ რომ სისუსტე გამოგვეჩინა და არ გამოგვეჩინა ესეთი პრინციპულები რომ არ ყოფილიყავით, ხო? შეცდომა რო დაგვეშვა. დღეს სად ვიქნებოდით? სად იქნებოდა დღეს ჩვენი ქვეყანა და რა ვითარება გვექნებოდა, ხო? ამიტომ ძალიან ბრთხილად უნდა ვიყოთ. დღესაც გრძელდება ცხადია ეს შანტაჟი, მუქარა, შემოტევები, მაგრამ პრინციპულად უნდა დავდგეთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რაც ქვეყნისთვის არის. ჩვენ მნიშვნელოვანი, ჩვენ ხო არავის არ ვერჩით, არავის არ ვესხმით თავს. ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ვიცავთ საკუთარ ხალხს და ჩვენს ინტერესებს. აი ეს არის ჩვენი პოლიტიკა. კი ბატონო, ამ კონტექსტში თქვენი ოპონენტების სტრატეგია, რახან არჩევნები ახლოვდება, არის ასეთი, რომ ერთის მხრივ ისინი ორიენტირებული არიან გარე მხარდაჭერაზე, მათ შორის ამ კონტექსტში მინდა ვისაუბროთ მეგობარ აქტზე და ისინი უმტკიცებენ საკუთარ ამ მრჩეველს, რომ უკვე წარმატებას მიაღწიეს ამ თვალსაზრისით. მეორეს მხრივ, მაგალითად, იგივე 26 მაისს სალომე ზურაბიშვილი და მთელი ის ოპოზიციური სპექტრი აპირებს, რომ ალტერნატიული ზეიმი მოაწყონ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეზე, რომელიც ყველას აერთიანებს. როგორ აფასებთ ამ პროცესს? რომელიც ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში ხდება და რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტად დასანქცირდეს ქვეყანა, იგივე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ბევრი განცხადებები გვსვენია, ზოგადად რო შეგვიფასოთ ეს. დღეს ქვეყანას ებრძვის ბოროტი ძალა, რომელიც წარმოდგენილია ამ უსამშობლო რადიკალების აგენტურის სახით. მათ შექმნაში დღეს ვინც არის წარმოდგენილი, ხო, ეს ადამიანები, მათ შექმნაში ასეულობით მილიონი არის დახარჯული გარედან. ის თანხები რაც შემოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით და გვეუბნებოდნენ რომ თუნ კეთილსაქმეებს ხმარდებოდა კეთილსაქმეებს ბრჭყალებში, იქიდან შეიძლება 2% რაღაცა გაეკეთებინათ საჩვენებლად, რომ შემდეგ ეს ფარად ყოფილიყო წარმოჩენილი. ძირითადად თანხები იხარჯებოდა აგენტურის შექმნაში, თანხები იხარჯებოდა იმაში, რომ რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო, ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ. რატომ? იმიტომ რომ სურვილი აქვთ ხელისუფლებაში იყოს აგენტურა, ხელისუფლებაში იყოს ისეთი ადამიანები და ისეთი პოლიტიკური პარტიები, ვინც გარედან, ან პატრონები ვინც არიან, მათ დავალებას ჩაღუნულები შეასრულებენ. კითხვასაც კი არ დასვენ, აგენტს არ აქვს უფლება დასვას კითხვა, რატომ? აი ამ მოცემულობის წინაშე ვართ. შესაბამისად აი ეს თუნდაც სალომე ზურაბიშვილის განცხადება, აი ამ რადიკალების განცხადებები, აცდენილები არიან რეალობას. აცდენილები არიან რეალობას ის კონკრეტული მეგობარი აქტი, მეგობრობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის პირდაპირ მტრობა. ყოფილი მეგობარი აქტი, რადგან რაღაც სახელი გადაარქვეს ახლა, ხო? რეალურად თუ ვინმეს დასანქცირება უნდა, რა საჭიროა, რა აქტები, რა კონგრესის თანხმობა, რა სენატის თანხმობა,
პირდაპირ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თუ ვინმეს დასანქცირების სურვილი აქვს, მიიღონ გადაწყვეტილება და ასანქცირონ. როგორც წინა შემთხვევაში, წინა ადმინისტრაციის დროს გააკეთეს, ხო? მაშინ არანაირი აქტი არ მიუღიათ, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ზეწოლის მექანიზმები, რომ ეს სახედაკარგულები, ეს მარგინალები როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე ყავთ, ასე რომ ვთქვათ, ხო? აი კვდებიან და ხელოვნურ სუნთქვაზე ყავთ, ხან რაღაცას გადმოუგდებენ, მერე ევროკავშირიდან ვიღაცა გაზულუქებული ბიუროკრატი გამოვა და იტყვის, რომ რაღაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ვიწყებთ პროცესს, მერე ისევ ვიღაცას მეგობარი აქტი და რაღაცეები გაახსენდება, აი ეს პროცესი მიდის. თუ ვინმეს დასანქცირება უნდა პოლიტიკოსების, გამოვიდნენ, მიიღონ გადაწყვეტილება დაასანქცირონ, ხო, მარტივად შეუძლია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც მარტივად შეუძლია და ძალიან დიდი უფლებამოსილებები აქვს. შესაბამისად, ვნახოთ, ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, მე გუშინწინაც ვისაუბრე ამაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სახით, არის ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ მას, იმიტომ რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ამოცანა რა იყო, როდესაც გახდა პრეზიდენტი, პირდაპირ მისი სიტყვებია, ხო? მან უნდა დაამარცხოს ეს ოლიგარქიული მმართველობა, deep state-ი და უნდა დაამთავროს რუსეთ-უკრაინის ომი. ჯერ ვერცერთ ხედავთ, რომ მიყვანილი იყოს ბოლომდე და ვერც მეორეს. შესაბამისად, deep state-ს, რომელსაც ფესვები კადგმული აქვს ყველგან, მათ შორის საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ხედავთ, რომ დამარცხებული არ არის. როგორც კი პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხეს deep state-ს, ეს რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. და ვერავინ ვერ გაბედავს ისეთ სიბინძურეებს, რასაც კონკრეტული ის კონგრესმენი, არ ვიცი, გვარი არ მახსოვს, რაღაც ისულელეებით გამოირჩევა. ხან ხაბეიშვილს ადარებენ, ხან ნათელაშვილს ადარებენ. შეიძლება დიდი განსხვავება არ იყოს, მაგრამ ამ განცხადებებს, რასაც ვისმენთ, რომელიც დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობებს არ წაადგება. ჩვენ გვჭირდება მეგობრობა, გვინდა თანამშრომლობა, გვინდა პარტნიორობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა. ამ დამოუკიდებლობისთვის ჩემმა, თქვენმა, ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, თავი გაწირეს, სისხლი დაღვარეს და ამას ჭირდება გაფრთხილება. ჩემო ძმებო და ჩემო მეგობრებო, ამას ჭირდება შენარჩუნება და რა თქმა უნდა ჩვენ სუვერენიტეტს ჭირდება გაძლიერება. არავის არ აქვს უფლება რაღაცეები გვიკარნახოს გარედან. შეიძლება ვიღაცა ჩვენზე დიდი სახელმწიფო იყოს, დიდი ეკონომიკა გქონდეს, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურით, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი აი ყველაფრით, რაც კი გაგვაჩნია, რამაც დღემდე მოგვიყვანა ჩვენი სარწმუნოებით, ჩვენი ეკლესიით და ამით ვართ ჩვენ საინტერესო, ამით არის საქართველოს საინტერესო. და ვფიქრობ, ევროპისთვისაც ამით ვართ საინტერესო. და თუ ეს დამოკიდებულება არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. სანამ უშუალოდ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადავთ, მაინც მოკლედ მინდა გითხოთ, არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, რა მოლოდინი გაქვთ, რა გადაწყვეტილება იქნება, სად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული და თქვენთვის თუ აქვს მნიშვნელობა აი ამა თუ იმ სცენას? ხო, პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ. აქაც მინდა იცოდეთ, რომ ისინი არ წყვეტენ ამას. გარედან რასაც ეტყვიან, იმას შეასრულებენ. შეიძლება ვიღაცებს უთხრან, რომ თქვენ მიიღეთ მონაწილეობა, ვიღაცებს უთხრან, რომ თქვენ არ მიიღონ, ან ყველას უთხრან. დღეს ხო ამბობენ, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. როგორც კი დაურეკავენ და ეტყვიან, რომ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება, ეს უპრინციპო ადამიანები არიან, საერთოდ პრინციპები არ გააჩნიათ. გამოვლენ, იტყვიან, რომ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას. არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ისინი განწირული არიან მარცხისთვის. რატომ? როდესაც ხარ ქვეყნის მტერი, როდესაც ხარ აგენტი, როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ მარგინალი, რა თქმა უნდა, შენი შანსი არის ნული. შენ არ გაქვს არანაირი პოლიტიკური მომავალი. იქნები იქ, სადაც არიან დღეს.
კი ბატონო, მინდა ჩვენი ინტერვიუს ძირითადი დრო დაუთმოთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც დარწმუნებული ვარ დედაქალაქის ყველა მოსახლეს ეხება, მაგრამ პირველ რიგში თემა დავიწყოთ დამწვარი ბაზრობის საკითხით. მნიშვნელოვანია რა როლს რა წვლის შეიტანს მერია იმ დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამ შემთხვევაში რა შეიძლება გააკეთოს მერიამ იმისთვის, რომ ეს ადამიანები რაღაც კუთხით შეუმსუბუქოს ის პრობლემა, რაც ახლა აქვთ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და ყველას უთან აგრძნობ 400-მდე დაზარალებული არის. ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არის ყოველდღიურ კომუნიკაციაში საინიციატივო ჯგუფთან და მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა ადგილზე. ძალიან დიდი ზარალი მიიღეს ამ ადამიანებმა. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა. გამოვთქვით ხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მძიმე იყო ჩემთვის კადრები, რაც ნახეს დამწვარი ტერიტორია, თვითონ ეს დაზარალებული ადამიანები რა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და ძალიან კარგად მესმის მათი და შევდივარ ადამიანურად მათ მდგომარეობაში. ჩვენ აღუთქვით ხარდაჭერა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ეკნებათ ფინანსური მხარდაჭერაც. ფაქტიურად უკვე შეთანხმებულები ვართ და მოლაპარაკებულები ვართ. გარდა ამისა, გთხოვეს ტერიტორიის დასუფთავება, ეს სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. ქონდა ასევე კომუნიკაცია ადგილობრივ თვითონ ბაზრობის ხელმძღვანელობასთან და ისინიც დავითანხმეთ იმაზე, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. გარდა ამისა, საქართველოს ბანკთან, TBC ბანკთან აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით. ამ ადამიანებს ძალიან ბევრს აქვს სასესხო ვალდებულებები და ბანკებიც შემოდიან მხარდაჭერი პროგრამითი, მათ გაუხანგრძლივებენ და შეუმსუბუქებენ ამ გადასახადებს, რისთვისაც კიდევ ერთხელ როგორც საქართველოს ბანკს, ასევე TBC ბანკს მადლობა გადაუხადო ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ერთმანეთს გაჭირვების დროს გვერდით დაუდგეთ, მხარი დაუჭიროთ, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ როდესაც ამ ტიპის საქმიანობას ეწევი, აუცილებელია სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება სამომავლოდ ზოგადად, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი იქნება სადაზღვევო კომპანიებთან მუშაობა. რაც შეეხება თვითონ სამუშაოებს, ძალიან მალე ჩვენ დავამთავრებთ ამ გაწმენდით პროცესს, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და ეს ადამიანები დაუბრუნდებიან თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას. ჩვენ ბევრი სპეკულაცია, უამრავი სიბინძურე მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს იყო ტყუილი, სიცრუე და სიბინძურე სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს და კიდევ ერთხელ ამ 400 ადამიანს უცხადებ მხარდაჭერას და თანადგომას. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ავარიული შენობები, ოჯახების გამოყვანა, გადაყვანა უსაფრთხო ადგილებში. ეს ვიცით რომ დიდი ხნის პროექტია და ეს წარმატებულად ხორციელდება, მაგრამ აი ცოტა ხნის წინ დადიანის ქუჩაზე მოხდა ესეთი სამწუხარო რამ, რომ კორპუსის სიატაკით ჩამოიშალა და აქაც პრობლემური იყო სიტუაცია, იმიტომ რომ შეთავაზება იყო გაკეთებული, მაგრამ ვერ მოხერხდა შეთანხმება. პროგრამა არსებობს, მაგრამ არსებობს პროგრამა კონკრეტულ შემთხვევებში წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა გვაქვს გამოწვევები. გვაქვს გამოწვევები, აი ეს მაგალითად ეს დადიანის ქუჩაზე არსებული შენობა ნაგებობა შეიძლება ითქვას კარგი მაგალითია, ანუ მაგალითი იმ კონტექსტში, რომ შეთავაზება გაკეთებული ჰქონდა, გამოგვეყვანა ეს 37 ოჯახი და მომხდარიყო ჩანაცვლება, სანამ აშენდება ყველა ხარჯს ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე მუნიციპალიტეტი, ქირით გავყავს ოჯახები, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვინც არის წინააღმდეგი. რაში მოდის წინააღმდეგობა? ხშირია შემთხვევები თუ ისეთი, როგორც მაგალითად 50 კვადრატში ცხოვრობს ადამიანი და ითხოვს თქვა 60 კვადრატს, ითხოვს 70 კვადრატს. ამის უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია. დედაქალაქის მერია მზად არის, რომ იგივე ფართი მიცეს, რა ფართშიც ცხოვრობს ადამიანი. რაც აქვს დარეგისტრირებული, რაც არის მის საკუთრებაში და ხშირი არის შემთხვევები, ვიღაცას უკანონო რაღაც მოშენება აქვს, რა და ითხოვს იმის დაკანონებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არ შეიძლება. და ერთი განსხვავება არის, რომ ჩვენ თავაზობთ ახალ აშენებულ თანამედროვე საცხოვრებელ სახლში გარემონტებულ ბინებს.
უნდა შევიდნენ უბრალოდ და იცხოვრონ ყველანაირად მოწესრიგებულ ბინებს. და არის ესეთი ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებიან ამას. თუ არ იქნა 100% თანხმობა, ჩვენ არ გვაქვს მაგის უფლებამოსილება, ძალით გამოვიყვანოთ ეს ოჯახები და ეს კონკრეტული მაგალითი, მაგალითად დადიანის ქუჩაზე იყო შეთავაზება, ვიღაცებმა თქვეს არა და მოხდა ის, რაც მოხდა. სამწუხაროდ 10000-მდე ასეთი შენობა ნაგებობაა ავარიული მხედველობაში, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიები აქვს მინიჭებული. და მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ იაქტიურეთ, მეგობრებო, ჩვენ მზად ვართ, დაგიდგეთ გვერდით. ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა უკვე, ბინებიც გადავეცით, ხალხი ბედნიერია, ცხოვრობს, მაგრამ გვინდა რომ უფრო მეტი გავაკეთოთ, უფრო მეტად გამოვიყენოთ აღნიშნული შესაძლებლობები და უფრო მეტი ავარიული სახლი ჩავანაცვლოთ. ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია, იმიტომ რომ არის საშიშროება, რომ ვიღაცა შევიდეს ამ ავარიულ სახლში, შეიძლება ის დაკეტილი იყოს, დახურული იყოს, ვიღაცა შეიპაროს, რაღაც უბედურება მოხდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობით, თანხმობებით შევძლოთ ჩანაცვლებები ავარიული საცხოვრებელი რა ტიპის თანამშრომლობაა საჭირო, მაინც რომ დავაკონკრეტოთ, იმიტომ რომ ბუნებრივია ხა 10 წლეულების მანძილზე დაგროვებული პრობლემა, როგორც არის ავარიული სახლები, ეს 1 და 2 წელიწადში ვერ გადაიჭრება. ანუ რა უნდა გაკეთდეს მოქალაქის მხრიდან, ვინც ავარიულ სახლში ცხოვრობს? ძალიან მარტივია, გამგეობაში მისვლა, დაწერა უნდა დაიწეროს განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არის სურვილი მოხდეს, თქვათ, ჩანაცვლება. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთვებიან ჩვენი თანამშრომლები, გვაქვს ინდივიდუალურად ყველასთან გასაუბრება, ხდება აღწერა, ვის რამდენი კვადრატული აქვს საკუთრებაში, ასე შემდეგ. თუ კი არის ყველას თანხმობა, უკვე ვიწყებთ პროექტის განხორციელებას. ღიაცის ქვეშ ბუნებრივი არჩევია. ცხადია არჩევიან, იმიტომ რომ ყველა ხარჯი, რაც არის პროექტის გაკეთება, იქნება ეს მათი დროებით გაყვანა და ქირით უზრუნველყოფა. ყველა ხარჯს იღებს მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე. შემდეგ ვაცხადებთ უკვე ინტერესთა გამოხატვას, შემოდის დაინტერესებული კომპანია და დაახლოებით 1 წელიწადნახევარი არის საჭირო იმისთვის, რომ აშენდეს ახალი საცხოვრებელი კორპუსი და მოხდეს საცხოვრებელი ფართების გარემონტება. ჩვენ ვაბარებთ უკვე ბინებს, გარემონტებულს დროებით ყავს გაყვანილი იჯარით, ქირით, ისინი არაფერს არ იხდიან, ყველა ხარჯს ვიღებთ ჩვენ საკუთარ თავზე და ვაბრუნებთ უკვე გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებში. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მრავალმხრივია ეს პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც მერია ეხმარება მოქალაქეებს და ბევრ სფეროს მოიცავს, მაგრამ დამატებით 2025 წელი გამოცხადდა იმ ადამიანთა თანადგომის წლად, რომელთაც სჭირდებათ მუნიციპალიტეტის დახმარება. ეს რას გულისხმობს, რა სფეროებს ეხება? მე ყველა მთავრობის სლომაზე საუბრობ აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამები, როგორც სოციალური მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით და ბევრმა მოქალაქემ აღნიშნულთან დაკავშირებით არიც. შესაბამისად, ყველა მთავრობის სლომაზე საუბრობ იმაზე, რომ ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ ადამიანს თქვენ ეთერსაც გამოვიყენებთ, ვისაც ჭირდება ჩვენი მხრიდან თანადგომა. ეს იქნება სხვადასხვა ტიპის ოპერაციები. მუნიციპალიტეტი მზად არის იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, ღმერთთან ურავის დააჭიროს ოპერაცია და ასე შემდეგ, მაგრამ იცოდეთ, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ. გვაქვს სხვადასხვა სოციალური პროგრამები ვეხმარებით, მაგალითად აუტიზმის სპექტრის ბავშვებს, მოზარდებს, სხვადასხვა ასაკის, ასევე გვაქვს სტუდენტებისთვის სპეციალური მხარდამჭერი პროგრამები, დამწყები ბიზნესისთვის. უამრავი პროგრამა არის, რისი გამოყენებაც შეუძლია თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. უნდა იყვნენ თბილისში რეგისტრირებული. გვაქვს ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, მაგალითად ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა, სკრინინგ პროგრამები გვაქვს. ეს ყველაფერი გვინდა რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ იცოდნენ, რომ მათ ნებისმიერ დროს, როცა იქნებათ საჭიროება ღმერთთან ურავის დააჭიროს, მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდით დაუდგება. სად შეიძლება ამ პროგრამებზე ინფორმაციის უფრო მარტივად მიღება, ნაწილს ადამიანების ნებისმიერ პროგრამასთან დაკავშირებით შესაძლებელია დედაქალაქის მერიის ვებგვერდზე მიიღოთ ყველა ინფორმაცია იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, როგორც სოციალური მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტები, ეს ვიცით, რომ არის თქვენი პრიორიტეტი და ამ სტუდიაშიც ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ამ მიმართულებით პირველი კითხვა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ, იმიტომ რომ გადავადდა ეს პროექტი, მაისში უნდა დაწყებულიყო თუ არ ვწდებით, ახლა მომავალ წელს არის დაგეგმილი. მიზეზი რა გახდა? მიზეზი ახსენი თუ რატო მოგვიწია აღნიშნული პროექტის გადავადება, ჩვენ დავიწყეთ დეტალური კვლევების ჩატარება და აღმოჩნდა ის სანიაღრე, რომელიც გადის რუსთაველზე, ეს არის გაკეთებული 40-50 წლის წინ ალბათ, რომელიც არის ძალიან მძიმე და ავარიულ მდგომარეობაში, ფაქტიურად სრულად დასაშლელია, რაც ძალიან დიდ დროს დაიკავებს და არ გვინდოდა რა თქმა უნდა რუსთაველის ამდენი ხნით დაკეტვა, იმიტომ რომ ისედაც ჭირს ქალაქში გადაადგილება, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის საცობები ზოგადად და ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალ წელს დავიწყოთ პროექტი, ცოტა ადრე დავიწყებთ სამუშაოებს, უფრო მომზადებულები შევხვდებით და მთლიანად მოვაწესრიგებთ ზოგადად მიწისქვემოთ არსებული სიტუაცია მთელი ქალაქის მასშტაბით პრობლემურია და ის არ არის შემთხვევით არ არის ის რომ ყველა ქუჩაზე სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ პირველი კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ რომ შემდეგ უკვე გაკეთებული ქუჩის თავიდან გადათხრა არ მოგვიწიოს. ამიტომ რუსთაველის გამზირისარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება მომავალ წელს. თუმცა გვაქვს სხვა ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაოები დაგეგმილი, რაც ქალაქისთვის საჭიროა ბაგებში გვინდა დავიწყოთ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის გზის გაფართოვება, გვინდა ასევე ის გადმოსასვლელი ხიდიდან და ახალი გვირაბის სამუშაოები მალე დასრულდება, სადაც უკვე ბაგებიდან პირდაპირ ქავთარაძეზე იქნება მოხვედრა შესაძლებელი ავტომობილით. ბევრი ასევე სამგორის რაიონში გვაქვს ორი ძალიან დიდი პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე დაგეგმილი გვაქვს წერეთლის ქუჩის და ჩოლოყაშვილის ქუჩის სრულიარეაბილიტაციო სამუშაოები თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით, გვაქვს დაგეგმილი ახალი პარკების სამშენებლო სამუშაოების დაწყება, საკმაოდ მასშტაბური პროექტები გვაქვს, მე არ მინდა ეხლა ყველაფერზე ვისაუბრო, ეტაპობრივად რა თქმა უნდა საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ყველა სამუშაოზე, ყველა პროექტზე, რომელსაც დავიწყეთ. ეს პროექტები პირდაპირ არის დაკავშირებული სატრანსპორტო პოლიტიკასთან და იმ კვანძების მოწესრიგებასთან, რომლებიც რა თქმა უნდა ეტაპობრივად ეს პრობლემები წყდება და გვარდება, მაგრამ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ სასურველი მდგომარეობისგან, რომელიც ასე ვთქვათ, მისაღები და ნორმალური იქნებოდა თბილისში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ის პრობლემური კვანძები, რომლებიც იდენტიფიცირებულია და არაერთხელ არის დასახელებული. ამ ხრივ რა პროგრესზე შეიძლება გვესაუბროთ? ხო, რაც შეეხება ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკას, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დღევანდელი არსებული მდგომარეობა დედაქალაქში. ძალიან იმატებს ავტომობილების რაოდენობა. ყოველწლიურად 6-7%-ით იზრდება იმპორტი ავტომობილების. აი მაგალითისთვის მოვიყვან ახლა ციფრებს. 2012 წელს დაახლოებით 180,000 ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეს მდგომარეობით პიკის საათში დაფიქსირებული არის 700,000-მდე 670,000 ავტომობილი. ეს ძალიან დიდი ციფრია და ეს არის მზარდი. ეს არის მზარდი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ კიდევ გაიზრდება ავტომობილების რაოდენობა და რა თქმა უნდა ჩვენ თუ არ დავხვდით მომზადებული და ეს გამოიხატება იმაში, რომ თუ არ მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, თუ კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი არ გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსე ზოლების გაკეთება ქალაქში, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და რთული სიტუაცია გვექნება. ჩვენ საუკეთესო მაგალითები და მიდგომები რაც აქვს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ამ პრობლემების წინააღმდეგ, როგორც არის მაგალითად საცობი ავტომობილების რაოდენობა, ეტაპობრივად ჩვენს გადმოგვაქვს და ვაკეთებთ და ვახორციელებთ იგივე პროექტებს. ახალი ჯერ არაფერი არ მოუგონია, რაც არის, ეს არის, რასაც ვაკეთებთ. ცხადია არის ისეთი გადაწყვეტილებებიც, რომელიც შეიძლება მტკივნეული იყოს
მაგრამ ამას ასე უცებ ვერ ვაკეთებთ, ამას გარკვეული დრო ჭირდება. თქვენ კვანძები ახსენეთ და კონკრეტული კვანძების მოწესრიგება ასევე პრიორიტეტულია. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, რომელიც უმძიმესი მდგომარეობა იყო და წარმოუდგენელი სიტუაცია და ქაოსი იყო, დღეს არის ყველანაირად მოწესრიგებული. და ნამდვილად რადიკალური განსხვავება. რა თქმა უნდა, განსხვავება არის და გამტარ უნარიანობამ გაიზარდა 30%-ით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და გვინდა რომ მთელი ქალაქის მასშტაბით ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, საავტობუსო ზოლების გაჩენა დედაქალაქში, იქ სადაც შესაძლებელია და კვლევები გვაძლევს ამის საშუალებას, ეს რა თქმა უნდა ყველაფერი გაკეთებული იქნება. ასევე 18 მეტრიანი ავტობუსები უნდა შემოვიდეს, რომ რაც შეიძლება მეტი მგზავრის გადაყვანა მოვახდინოთ დღის განმავლობაში და ავტობუსმა და მიკროავტობუსმა უნდა შეძლოს ქალაქში უპრობლემოდ გადაადგილება ერთი კონკრეტული ადგილიდან მეორე ადგილამდე. უნდა იყოს სწრაფი და უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თავისუფლად შესაძლებელი და ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჯანსაღი გარემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ თვალსაზრისით, რომ ერთია საცობების მოწესრიგება, მეორეა მეტი პარკი, მეტი სკვერი იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ დასვენება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი ბოლო პერიოდში იყო თემქის ხევის პროექტი. რა ასეთ ტიპის რა პროექტებს გეგმავთ და როგორ აპირებთ ამ მიმართულებით, გამწვანების მიმართულებით გაგრძელებას? ხო, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების არსებობა, იმიტომ რომ ჩვენ 2017 წელს, როდესაც მოვედით დედაქალაქის ხელისუფლებაში, როდესაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა, იყო ძალიან ცუდი ტენდენცია. ნადგურდებოდა რეკრეაციული სივრცეები, სხვისდებოდა სტადიონები და მათ ნაცვლად დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა, რაც წარმოუდგენელია უბრალოდ. ქალაქი ჩვენ რა თქმა უნდა მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით ხელს უწყობთ ურბანულ განვითარებას, წინსვლას, აღმშენებლობას, მაგრამ პარალელურად ვიცავთ რეკრეაციულ სივრცეებს, ვიცავთ სტადიონებს, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი იყოს ჩართული სპორტში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ვეწევით, რეკრეაციული სივრცეები პრინციპულად მნიშვნელოვანია, დაწყებული გვაქვს ვერიის ბაღის სრული განახლება და მოწესრიგება და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე, ვაკის პარკის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს დავიწყებთ, ეს არის კასკადის სრული განახლება და მოწესრიგება და ამით უკვე დამთავრებული იქნება სამუშაოები. რა თქმა უნდა, საუბნო სკვერების, პარკების, რომელსაც გამგეობები ახორციელებს, ეს პროექტები რა თქმა უნდა მომავალშიც გაგრძელდება. სამხედრო დასახლებაში 25 ჰექტარ ტერიტორიაზე ძალიან მაგარი პარკი კეთდება, რომელსაც შემოდგომაზე დავასრულებთ. ერთ სიტყვით რომ თბილისი იქნება ისეთი მწვანე, როგორც არასდროს, იმიტომ რომ ჩვენს ქალაქს არაფერი არ უხდება ისე, როგორც სიმწვანე, როგორც რეკრეაცია, ასევე უნდა აღვნიშნო იპოდრომის ყოფილი ტერიტორია, სადაც ფონდი ქართულ ახორციელებს სამუშაოებს, ესე ძალიან მაგარი პროექტი იქნება, როდესაც დამთავრდება სამუშაოები, ცენტრალური პარკი იქნება ქალაქის ცენტრში, ამხელა ტერიტორია და, ძალიან ლამაზი იქნება ჩვენი დედაქალაქი, ამას ვპირდები თბილისის მოსახლეობას, ჩამოსულ სტუმრებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქი ამას იმსახურებს. სანამ დავასრულებთ საუბარს ერთი კითხვით დაუბრუნდები საარჩევნო თემატიკას, ალბათ თავარი საკითხი არის, ვინ იქნება დედაქალაქის სფეროების კანდიდატი მართველი პარტიიდან, ოფიციალურად კანდიდატი დასახელებული არ არის, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან ყველა საფუძველი არსებობს, რომ თქვენ დასახელდეთ თბილისის მერობის კანდიდატად, ახლა თქვენ უნდა შეაფასოთ ჩვენი მოლოდინები რამდენად ახლოს არის სინამდვილესთან ამ ეტაპზე თუ შეგიძლიათ. ხო, ჩემ თავზე საუბარი უხერხულია, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ 2017 წლიდან ვარ დედაქალაქის მერი და მართლაც ბევრი მაგარი პროექტი იქნა განხორციელებული და ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება. ჩემს უკან დგას 30,000-მდე ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო მწვანე, იყოს განახლებული, ყველანაირად საცხოვრებლად კომფორტული და ამისთვის მინდა ყველა ჩემს თანამშრომელს გადაუხადო მადლობა. მე მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ცენტრალური მთავრობის მხრიდან, რაც იგრძნობოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა უშუალოდ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მხრიდან ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პრემიერ-მინისტრის თანადგომა, მე ამას ძალიან ვაფასებ.
და რა თქმა უნდა ის პროექტები, რაც ხორციელდება და რაც გაკეთდა ქალაქში, რა თქმა უნდა დამსახურება არის იმ გუნდის, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ქვია. მე ვარ ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ გუნდის, ვემსახურები ამ შემთხვევაში ჩემს ქალაქს, ვემსახურები თბილისელებს და რასაც გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, თუ ვინ უნდა იყოს კანდიდატი თბილისის მერობის, რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდება ყველაფერი. მადლობა ინტერვიუსთვის, კახა კალაძე, დედაქალაქის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი იყო ჩვენი სტუმარი.